განახლებული საჩამომსხმელო მანქანა ძირითადი მწარმოებლური აგრეგატი, რომელიც საბოლოო პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე დანაკარგის გარეშე მიტანის საიმედო გარანტია. მეოთხე საამქროს შესახლა ყველაზე გამართულია. მისი საშუალებით 100 ტონა ფეროშენადნობზე მეტი გადააქვთ სასაწყობოდ მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მეოთხე საამქროს ნომერ მეოთხე საჩამომსხმელო მანქანა ავარიულად მუშაობდა. მისი რეკონსტრუქცია 22, 23 და 25 ღუმელების ფილტრების კამერებში რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად დაიწყო. ძველი საჩამოსხმო მანქანები დამონტაჟებული იყო ჩვენთან იმ ფორმით და იმ კონფიგურაციით, როდესაც საყირაო მექანიზმს თან ახლდა ორმო, რომელშიდაც ჩამონტაჟებული იყო უზარმაზარი გიდროცილინდრები. უნდა თუ არ უნდა მომუშავეს ეს ორმოები ყოველ ცვლაში ივსებოდა, მისი წმენდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმასთან ერთად რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ მანქანის მდგომარეობა და თქვათ ამით გავიუმჯობესეთ საბოლოო პროდუქტის ხარისხი, გავაუმჯობესეთ მასზე მომუშავე ადამიანების მდგომარეობაც. აღარ უხდებათ იმდენი წვალება, გაცილებით უფრო იოლი მოსავლელია და მოსამსახურებელი, ვთქვათ, გაბნეული, გაშხეფილი ლითონის მოგროვების თვალსაზრისით. აგრეგატის რეკონსტრუქციაზე ძირითადი სამუშაოები მექანიკური და სარემონტო სამშენებლო საამქროების ბრიგადებმა შეასრულეს. ელექტრული უზრუნველყოფა კი ენერგეტიკოსებმა განახორციელეს. თვენახევრის განმავლობაში წარმოებული საკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ ფერომდნობელებს საქმე გაუმარტივდათ. საჩამოსხმო მექანიზმი მაქსიმალურად დაცილებული იყო თვითონ ლენტას. შესაბამისად საჩამოსხმო ხარი იყო გრძელი, ხდებოდა დანაკარგი პროდუქციის საჩამოსხმო ხარზე და მუშახელის დამატებითი შრომა მომსახურეობის დროს. ძირითადად ეს იყო და ამ კონსტრუქციის შეცვლის შემდეგ მაქსიმალურად მეუახლოვდა ეს საყირაო მექანიზმი საჩამოსხმო ლენტას. შესაბამისად დამოკლა საჩამოსხმო მანქანის ხარი, შემცირდა დანაკარგი თხევადი ლითონის და შესაბამისად სასაქონლო პროდუქციის. რაც თავარია გაუმჯობესდა მომსახურე პერსონალის შრომის პირობები. ფიზიკური შრომა აღარ უწევთ იმდენი და მანქანაზე დამონტაჟდა კირიანი წყლით ამოსავლები მექანიზმი, რომელიც მექანიკურად უკვე თავისი დავლებს ლენტას კირიანი წყლით და ხელით შრომა ახაც გამოირიცხა. ხარი იყო გრძელი, ვერ უდგებოდი. ეხა აივანის დიდია, ღარიც მოკლეა და უფრო გამიიოლდა მუშაობა. ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში ამ ეტაპზე სრული დატვირთვით 8 ღუმელი მუშაობს, რომელთა მიერ გამოშვებული შენადნობი 5 საჩამომსხმელო მანქანაზე ნაწილდება. მათგან 3 სრულ წესრიგშია უახლოეს. მომავალში კი ნომერ 2 და ნომერ 6 მანქანების რემონტია დაგეგმილი. მარიამ სტიუარტი ზესტაფონის სცენაზე. შოტლანდიელი დედოფლის ტრაგიკული ბედის გაზიარება ამ ისტორიით დაინტერესებულ მაყურებლებს სულ მალე მიეცემათ. რუსთაველის თეატრი თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი გახმაურებული სპექტაკლით ზესტაფონს 10 ივლისს ეწვევა. პროექტი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა დაგეგმა, ზესტაფონელ მაყურებლებს ყველა ცნობილი თეატრის წარმატებული სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობას აძლევს. აბონემენტის ფლობელს, რომელთა სისტემა თეატრის ადმინისტრაციამ შემოიღო, მთელი წლის განმავლობაში 7 სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა ეძლებათ. აქედან 2 ადგილობრივი, ხოლო 5 ჩამოტანილი სპექტაკლი იქნება. უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექციამ შემოგთავაზა საკმაოდ საინტერესო პროექტი ზესტაფონში თეატრალური ცხოვრების აღორძინების. ეს ითვალისწინებს თეატრის გადასვლას სააბონენტო სისტემაზე. აბონემენტის მიხედვით გათვალისწინებული იქნება ზესტაფონელი მაყურებლებისათვის საქართველოს თავარი 5 თეატრის სპექტაკლის და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 2 სპექტაკლის ჩვენება. პროექტი არის საკმაოდ საინტერესო. აქ შეიძლება მაყურებელი მოხვდეს როგორც აბონემენტით, ასევე უშუალოდ კონკრეტულ სპექტაკლზე ბილეთის შეძენით. პირველი სპექტაკლი უკვე ჩატარდება 10 ივლისს და ჩამოტანილი იქნება რუსთაველის თეატრის სპექტაკლი დედოფალი სტიუარტი. სპექტაკლში მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორც არის
მურმან ჯინურია, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, ლევან ხურცია და სხვები. ამიტომ თვითონ მონაწილეების მხრივ სპექტაკლი არის ძალიან საინტერესო, თემატურადაც უაღრესად საინტერესო. ვინც ამის შესახებ ვიცით ჩვენ უკვე დიდი მოუთმენლობით ველოდებით რუსთაველის თეატრის სტუმრობას. თეატრის ისტორია იწყება ასე, თუ ვის უთამაშია ამ სცენაზე და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, რომ ისეთი სახელები ითამაშებენ ამ სცენაზე, ვინც კი დღეს წამყვანი მსახიობები არიან. დღევანდელ სინამდვილეში და ეს მე ისტორიას ცოტა სხვანაირად წაიკითხავს ისტორია ამას. მინდა გითხრათ, რომ მოლოდინი მათი ზესტაფონის თეატრის მაყურებელთან შეხვედრისა ძალიან დიდია. ვფიქრობ, რომ სათანადოდ ზესტაფონის მაყურებელიც ძალიან ესეთი მონდომებით და მოლოდინით დაელოდება ამ სპექტაკლებს. ანუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 10-შია პირველი სპექტაკლი, ეს არის მარიამ სტიუარტი, რუსთაველის თეატრის სპექტაკლი, დასაწყისი იქნება 6 საათზე და მინდა თქვა, რომ მიჩქარონ მსურველებმა, იმიტომ რომ აბონემენტებიც და ბილეთებიც არის შეზღუდული. საიუბილეო კვირეული რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში. 80 წლის იუბილეს სკოლამ საკონცერტო კვირეულით აღნიშნა. ერთ-ერთი დღე ქართველი კლასიკოსების მელოდიებს მიეძღვნა. დასკვნითი საღამო კი საფორტეპიანო კონცერტით დასრულდა. ოქტომბრის თვეში კი სამუსიკო სკოლა გალა კონცერტისთვის მოემზადება. პედაგოგთა და მოსწავლეთა დიდი ძალისხმევით და შრომის შედეგად ეს კონცერტები ჩავატარეთ. დღეს არის უკვე ბოლოს წინა კონცერტი, სადაც პატივს მივაგებთ ქართულ მუსიკას, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები გვაქვს პროგრამაში. აქ გვაქვს ქართველი კლასიკოსები, როგორიც არიან ზაქარია ფალიაშვილი, სულხან ცინცაძე, ანდრია ბალანჩივაძე, ასევე თანამედროვე კომპოზიტორები. მიხარია, რომ მივიღე მონაწილეობა საიუბილეო კვირეულში. და მიხარია, რომ ჩემი სკოლა 80 წლისაა. მე თითქმის ყველა კონცერტზე მივიღე მონაწილეობა. მე მონაწილეობას ვიღებ საიუბილეო კვირეულში, რომელიც ამ დღეს ეძღვნება ძირითადად ქართულ კომპოზიტორთა შემსრულებლებს და მე უკრავ ლონდარიძის სისატურას. ჩემს აკომპანიმენტორთან ერთად